დაახლოებით პლუს მინუს 50-დან 60,000 ლარამდე ჭდება რუსთავის ავტოდრომზე რომ ჩაატარო შეჯიბრი. ამას შედის ყველაფერი, ამას შედის ტრეკის კირეობა, რომელიც არის მაგთანხის თითქმის ნახევარი, ოდნავ ნაკლები. ამაში შედის საჯები, იქ მომსახურე პერსონალი, ძალიან ბევრი ხა ვინც ჩვენ შეჯიბრზე ნამყოფი არიან ზოგადად შეჯიბრზე, იცით რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის იქ მომსახურე პერსონალი, ვინც უზრუნველყოფს ამ შეჯიბრის კარგად ჩატარებას. ხო, ანუ ყველაფერი, ანუ ყველა ეხა ჩვენ რაღაცა ხალი ავაზი არ ვატარებთ, ესე უხეშად მინდა ვთქვა, აი წამყვანი იქნება, მუსიკა იქნება, განათება იქნება, პრიზი იქნება, საჯები. ანუ ყველას უნდა გადაუხადოთ თავისი მომსახურების. მადლობაზე არავინ არ მუშაობს ჩვენ. თქვენ მოგეხსენებათ და იცით რომ ჩვენ ბოლო ეტაპი ამისკენ მივდიოდით, მაგრამ რაღაც სატესტო რეჟიმები იყო გასავლელი, ჯერ შარშან და წელს მივედით იქამდე რომ ჩვენის შეჯიბრი უხეში რაგი უკვე გავხდეთ უფასო ჩვენი გამომწერების და ანუ აქვე გავარკვიოთ ის ამბავის რომ ჩვენ ფულს გაყიდული ბილეთებიდან არ ვიღებთ.